ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა უცხოური ენების 22 სესია ჩააბარეს. როგორც გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათი გვერდწითელმა აღნიშნა, პროცესი მშვიდ ვითარებაში ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია. მისივე თქმით, დილის სესიაზე რეგისტრირებული 488 აპლიკანტიდან გამოცდაზე 21 არ გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 493-დან 15. უცხოური ენების ბოლო სესია 8 ივლისს ჩატარდება. პროცესში საბაზო საფეხურის პედაგოგებიც ჩართვებიან. დღევანდელ დღეს გამოცდა ტარდება უცხო ენებში და პირველ სესიაზე აბიტურიენტები მუშაობდნენ ინგლისური ენისა და რუსული ენის ტესტებზე. პირველ სესიაზე 509 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და 474-მა იმუშავა ტესტზე. მეორე სესიაზე შეიცვალა ენა, ინგლისურთან ერთად გერმანულს აბარებენ აბიტურიენტები. 499 აპლიკანტიდან მუშაობს 474. შვიდ გარემოში მიმდინარეობს გამოცდა, აპლიკანტებს წარმატებას ვუსურვებთ. აპლიკანტი გარემოება, რომელიც შეიქმნა გამოცდის შემდგომ, საჭირო გახდა ისი სამედიცინო დახმარება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება.